დასაწყოთ თელიეს გამოსვლა. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ვერ გეტყვით, მე დღეს თქვი კიდევაც, რომ მე მათ შევთავაზე სარკე. თუ რაიმე ამ სარკეში მათში იწვევს ასეთ ემოციებს, ალბათ უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა დაფიქრდნენ და საკუთარ საქციელზე. ვაკვირდებოდი რეაქციებს, ვისმენდით შემდეგ კითხვებს, გამოსვლებს, კომენტარებს გარეთაც და ერთი რამე არის, მე მგონი ჩვენი მაყურებელის დარწმუნდა, რომ არ ქონდათ არც ერთი არგუმენტი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით და ასეთი ემოციური კომენტარებით ცდილობენ გადაფარონ ის იმაზე რომელიც ვერ გაიგეს თუ მოისმინეს და არ გაიგეს. მე მგონი ყველაფერი კარგად გაიგეს და მე მგონი რაღაც ნაწილში რომელიღაცა გულის კუნჭულში ისინი მეთანხმებოდნენ კიდევაც, მაგრამ ეს არის როლი რომელიც ზოგიერთს მორგებული აქვს და როლი რომელიც არის ერთის მხრივ შეიძლება პოლიტიკური გათვლებით, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც ვალდებულებებით, რომელიც გააჩნიათ სხვების მიმართ, პარტიული იქნება თუ სხვა მათი მფარველები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. Თქვენს ოპონენტებს დააკლდათ ადამიანი აი ამ ანგარიში. სად იყო რიგითი მოქალაქე, მისი პრობლემები, მისი საჭიროებები, რას ფიქრობთ? იგრძნობოდა ამის დეფიციტი? მე გავეცი კიდევაც პასუხი, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ოპოზიცია ისე ასე ვთქვათ ჩამოცილებულია რეალურად საპარლამენტო ცხოვრებას, რომ დღეს აღმოაჩინეს ალბათ ჩემს სიტყვებში, რომ ადამიანია ყველა იმ კანონში, რომელსაც პარლამენტი იღებს. ადამიანი არის ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც პარლამენტი იღებს. და არა იმ მიკროფონებში საუბრით, რომელსაც ისინი ცდილობენ ხოლმე რაც გარკვეული ყიჟინა და ჰისტერია დააყენონ ხოლმე. ყველა ეს კანონი, რომელშიც ისინი არ მონაწილეობენ. ყველა ეს კანონი ეხება ადამიანებს და ჩვენ მოქალაქეებს და მათ ცხოვრებას და ყოფას ეხება. თქვი მე კიდევაც ერთი-ორი თემის გარდა, რომელზეც მათ უყვართ ხოლმე საუბარი ან შეიძლება კანონები დაინტერესდნენ, ამის გარდა, ამის მიღმა საერთოდ ვერ ხედავენ რას აკეთებს პარლამენტი და არ არიან ჩართული. არადა ამ წლების განმავლობაში და შარშან მათ შორის ერთის მხრივ ევროინტეგრაციისთვის 100-მდე კანონი მივიღეთ, არ ყოფილან შინაარსობრივ განხილვებში ჩართული და ხალხის საჭიროებებზე რა თქმა უნდა კანონები მივიღეთ. ბიუჯეტი, აბა რა არის ეს სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც ჩვენ გვაქვს, სკოლამდელი აღზრდა, ეს ყველაფერი საიდან მოდის? მოდის ბიუჯეტიდან, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს, განიხილავს, განსაზღვრავს პროგრამებს, მიმართულებებს და აქ არის სწორედ რაც საჭირო თუ მათ აინტერესებთ ადამიანი და სამწუხაროდ როგორც ჩანს, ამდენი წელია პარლამენტში არიან და ჯერ კიდევ ვერ დაინახეს როგორ უნდა წარმოადგინონ მათ ადამიანები საქართველოს პარლამენტში. თუმცა ამ გამოსვლის შემდეგ მაგალითად მე გირჩის კომენტარი მოვისმინე, სადაც ითქვა რომ 1 საათი გულანძღა და მე თანამშრომლობა შემოგთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ. მოდით ამ იუმორისტული კომენტარის მიღმა რეალურად გჯერათ რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც წამოვა თანამშრომლობაზე და დარჩენილი თვეების განმავლობაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ცხოვრებაში ისე, რაც მათ ავალიათ და რაზეც ფიცი დადეს თავის დროზე, ხო? სასაცილო ის არის ხოლმე ოპოზიცია რომ პრორუსულობის ნარატივს ავითარებს და შემდეგ უკვირს რომელიღაცა კანონპროექტი რატომ არ გაიხილა რომელიღაცა კომიტეტმა. საუბრობენ პირიქით რომ თქვათ, საუბრობენ და აყენებენ ისეთ პრეტენზიებს და ისეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ შემდეგ თანამშრომლობის სურვილი რო უჩნდებათ, ეს არის პირიქით გასაკვირი და გამოდის რომ ის იმ სიყალბეში თვითონაც არიან დარწმუნებულები. მე რაც მქონდა მთავარი აზრი, რაც მინდოდა რომ მათთვის ოპოზიციისთვის და ასევე უმრავლესობისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი გზავნილი მიმეტანა არის ის წუხილი, რომ სამწუხაროდ ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართული ხალხი. ისინი სამწუხაროდ მოქმედებენ არა თავისი ამომრჩევლების ინტერესში და რა თქმა უნდა მათ თავისი ამომრჩეველი ყავთ და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ მათი ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში და სინამდვილეში არა მათი ამომრჩევლების ინტერესებით მოქმედებენ, არამედ უყურებენ ამა თუ იმ ქვეყანაში ვინ რას იტყვის, ვინ როგორ შეაფასებს რაღაც მოვლენას, რომ აქედან აყვნენ სწრაფად და ჩაჯდნენ იმ ჩარჩოებში, რომელსაც მათ მიუთითებენ და ეს არის პრობლემა. დღეს სხვათა შორის მე ვახსენე ერთ-ერთ პრობლემად ეგრეთ წოდებული ყალბი NGO-ები, რომელსაც პარტიები აფუძნებენ და ამითი უცხოურ დაფინანსებას იღებენ. გამოვიდა ბატონი ალექსანდრე რაქვიაშვილი, გერჩის წარმომადგენელი და აღიარა. ხო, კიდევაც რომ კი არის ეს მეთოდიო იმისთვის, რომ ჩვენ მოვიზიდოთ თანხებიო, უცხოური თანხები და არც კი კითხვაც არ გაჩენია, როგორც ჩანს, რომ
თუ რა პრობლემა არის სინამდვილეში ამ ყველაფერში, რომ ქართული პოლიტიკოსები ხელფასს იღებენ უცხოეთიდან. როგორ უნდა გაატარონ მათ თავისი ამორჩევლების ინტერესი, საქართველოს ინტერესი, როდესაც მათი დაფინანსება არის უცხოეთიდან. ეს ერთ-ერთი მთავარი უმთავრესი პრობლემა არის, რომელიც ოპოზიციის მხარეს დგას, რომ მათ აქვს გარკვეული სქემები შექმნილი, რომლითაც იღებენ დაფინანსებას შემდეგ უცხო ქვეყნებიდან და მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესში. არამედ მოქმედებენ საკუთარი დაფინანსებლის ინტერესების გათვალისწინებით მინიმუმ. მინიმუმ ყურადღებას აქცევენ ამ ინტერესს და ერთი მაგალითი არის ამის დამადასტურებელი. არის ქვეყნები, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები რუსეთის მიმართ და რა თქმა უნდა, მათი ინტერესი ასევე არის, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები რუსეთს. ჩვენ ვთქვით და დღეს სხვათა შორის ყველა თავს მიკრავდა, როცა ამას ვამბობდი, რომ სანქციების დაწესება რუსეთისთვის ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. და აღარ ახსნი ხა კიდევ ერთხელ სანქციების დაწესება მოკლედ რო თქვა, უდრის სამხედრო კონფლიქტის რისკს და ეკონომიკურ კატასტროფას პირდაპირ. რა თქმა უნდა, ეს არ შედის ჩვენი ხალხის ინტერესში. მაგრამ რას ხედავთ ჩვენ ოპოზიციის მხარეს, რომლებიც ესე პირად საუბრებში შეიძლება გვეთანხმებიან, მაგრამ საჯაროდ ამას არ ამბობენ. რატომ? იმიტომ რომ მათ ეს სქემები აქვთ აწყობილი, რითაც იღებენ დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ისინი არ გააკრიტიკებენ ამ პოზიციას. და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა ზოგადად არასამთავრობო სექტორშიც არის, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე არის, როდესაც ეს პრობლემა ამ პრობლემამ გადმოინაცვლა პოლიტიკურ პარტიებში და დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები, ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი პირდაპირ ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან. კიდევ ერთხელ, არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს, მიუხედავად იმისა, ეს რუსეთიდან იქნება, ევროპიდან თუ ამერიკიდან. ეს არის სუვერენიტეტის არსი, რომ შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები არ ერევიან. თქვენ ცალკე პრობლემად გამოყავით დეზინფორმაცია, რომელიც მხილების და მიუხედავად მაინც ტოვებს გარკვეულ ნეგატიურ ეფექტს, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. როგორ გესახებათ ამ პრობლემის სრულად მოგვარება, შესაძლებელია თუ არა აი ამ სხვადასხვა თემაზე არსებული დეზინფორმაციის სრულად აღმოფხვრა და რამდენ სერიოზულია ეს პრობლემა ზოგადად? როდესაც არსებობს ბოროტი განზრახვა, რა თქმა უნდა, რთული არის აქ ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან დეზინფორმაცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო კოორდინირებულად ხდება მისი გავრცელება და სამწუხაროდ ამ მხრივ ძალიან ძლიერი კოორდინირება აქვს, როგორც ხედავთ, ოპოზიციას, ქვეყნის შიგნით მათი მოკავშირეების მეშვეობით, ფული იხარჯება ამ ყველაფერში, მაგრამ კარგი ერთი რამე აქვს ყოველთვის სიმართლეს, რომ ის შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ ის ყოველთვის თავის თავს აჩვენებს საზოგადოებას და საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოებაც ვფიქრობ ამ მხრივ გამოწრთობილი არის, რომ კრიტიკულად უყურებს უკვე ასეთი სახის ინფორმაციებს და ელოდება საბოლოო ჭეშმარიტება რა არის ხოლმე. და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რა გადაიტანა საქართველოს პარლამენტმა ამ ბოლო წლების განმავლობაში და დავიწყე პანდემიიდან. სხვათა შორის დღეს სპეციალურად აღვნიშნე ეს თითქოს მივივიწყეთ, მაგრამ გავიხსენოთ სხვა მეთოდები კი არ იყო მაშინ. ის ისტერია, რომელიც ოპოზიციას ქონდა მაშინ ატეხილი პანდემიასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ღია იყო ქვეყანა, ჩაკეტეთ, ამაზე ლამის აქციებს აწყობდნენ და როდესაც ჩაკეტილი იყო ქვეყანა, გახსენით ის თავარი მიზანი იყო ისტერიის შექმნა, საზოგადოების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ და როდის შუა პანდემიაში, როდესაც ადამიანები კვდებოდნენ, ესენი იჯდნენ და ფიქრობდნენ, როგორ აებუნტებინათ საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოთ. ამაზე ამორალური საქციელი რა შეიძლება იყოს, რომ ადამიანები საავადმყოფოებში არიან, ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებულები არიან, მათი სიცოცხლის საკითხი დგას და ესენი ამ დროს აგებენ გეგმებს, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება და ამას მიყვარს. თქვენ მოისმინეთ თუ არა კომენტარები თქვენი ოპონენტების დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ ასე თარგმნეს, რომ ის პუნქტები, რომელიც გულისხმობს ევრორეკომენდაციებს და მათ შორის ის პუნქტი, რომელიც დეზინფორმაციას ეხება, სწორედ იმიტომ ჩასვა ევროკავშირმა, რომ ხელისუფლება არის მთავარი გამავრცელებელი დეზინფორმაციისო, აი მანჯგალაძის ციტატა იყო ასეთი და სხვა არაერთი ოპოზიციონერი ასე თარგმნიდა ამ ამბავს. მეტი აღმტკიცებულება მოვიტანოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გარშემო ან თავად ქმნიდნენ ყალბ ახალ ამბებს და ავრცელებდნენ, ან ჩუმად იყვნენ. ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩუმად იყვნენ და ქვეყანას არ იცავდნენ ამ ყალბი ნარატივისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში ბრიფინგებით აბრალებდნენ ჩვენს ქვეყანას და უფუჭებდნენ საერთაშორისო იმიჯს. მანამ სანამ ამერიკელმა და ბრიტანელმა და
ევროპელმა სანქციების კოორდინატორებმა არ თქვეს, მანამდე ხმა არ მოიღოს, მერე გაჩუმდეს უყოლა უკვე სანქციებთან დაკავშირებით. ან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რას გადავიტანეთ ამ წელიწადნახევრი 2 წლის განმავლობაში დაწყებული შიგნითაც და გარეთაც ეს სამწუხარო ესეთი კოორდინირება არის, ყალბი სტატიები, ყალბი ექიმები, ამერიკელი ექიმი ვითომ ნობელის პრემიის ლაურეატი, ანუ რა დონეზე უნდა არა მხოლოდ ფანტაზია მივიდეს, არამედ რა დონეზე უტიფარი უნდა იყოს შენს ტყუილში, რომ ნობელის პრემიის ლაურეატად გამოაცხადო ადამიანი, რომელიც ამასთან არანაირი კავშირში არ არის და მათი ყალბი დასკვნები, ხო, გვახსოვს გუშინ, სხვაჩვენს გუშინ წინ იყო თუ არ ვცდები კომენტარი ემპათიის წარმომადგენლის მხრიდან, ხო, რომელიც ჩართული იყო ამ ყველაფერში, სხვათა შორის, ერთი რომ გრანტებით სულგმუნობს და მეორე სულ ასე დროს გამოდის ხოლმე და გუშინ წინ იყო კომენტარი, რომ კიო, დემენციო შეიძლება განიკურნოს. აი, რაღაცზე უნდა ისაუბრო ამ ადამიანებთან, როცა სიმართლეზე არის საუბარი. ამიტომ ფიქრობ, რომ გარკვეულ გარდატეხას ჩვენ ვახცევთ ამ ხრივ, თუნდაც იმის გათვალისწინებით რა რეაქციებიც ჰქონდა დღეს ჩემს გამოსვლას, რომ ვეღარ არიან ისეთი თამამები საკუთარი სიყალბის გავრცელებაში და ასეც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამ ვფიქრობ, რომ მოახერხეთ და ნელ-ნელა შეუძლებთ ჩვენ ამ დეზინფორმაციის მანქანის გადატეხვას, რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციით გალაშქრება. ჩვენ გავიხსენეთ ეს ოპოზიციის ძველი ნარატივები, მაგრამ დღეს რიტორიკა არის ოდნავ შეცვლილი. აი, აგიხსნით რა გულისხმობ, თუ ისინი აქამდე ამბობდნენ, რომ მომავალი არჩევნების იქნება ცალსახად არჩევანი რუსულ ხელისუფლებასა და დასავლეთ შორის, დღეს მთელი აქცენტი კეთდება ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, დასაქმებაზე და ძალიან ცდილობენ, რომ მოერგონ ხალხის დღის წესრიგს და ამომრჩევლის საჭიროებებს. აი, რამდენად შეიძლება რომ ამას რაიმე ეფექტი ქონდეს საბოლოოდ. დიახ, ეს თვალში მოსახვედრია და მათ შორის დღესაც იყო თვალში მოსახვედრი. არც ერთხელ არ ახსენეს ოლიგარქია, მიტაცება, კლანი, ეს სიტყვები რაღაცეთ უცებ ამოვარდა მათი ტერმინოლოგიიდან და შემოვიდა ადამიანი მათ ტერმინოლოგიაში პირველად, სოციალური საკითხები, განათლება და ასე შემდეგ. ნუ გაიზარდნენ ესე იგი. არა, უთხარი კიდევაც მე დღეს რომ არჩევნები ოხერია. მიხვდნენ ახლა რომ ხალხს რა აინტერესებს სინამდვილეში, როდესაც არჩევნები მოახლოვდა და მიხვდნენ რომ ეს თემები, რომლებითაც ცდილობდნენ რომ ასე ვთქვათ რაღაც შეექმნათ გარკვეული მღელვარებები, სინამდვილეში საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არარელევანტური არის. სინამდვილეში ეს აინტერესებს საზოგადოებას მართლაც სწორედ თემებს რა სწორედ არჩევენ განატყუილად საუბრობენ. უბრალოდ ეხლა გამოფხიზდნენ 3 წლის თავზე არჩევნები რომ მოახლოვდა, ეხლა გამოფხიზდნენ რომ ამაზე უნდა ილაპარაკონ. ხო და რასაც ისინი ეხლა ლაპარაკობენ, ამას აკეთებს ქართული ოცნება უკვე წლებია და ამას აკეთებს ეს პარლამენტი უკვე მე-4 წელი არის. აქ უნდა ყოფილიყვნენ თავის დროზე ყურადღებით, როდესაც საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს უჭერდა მხარს, იღებდა კანონმდებლობას, რომელიც აადვილებდა სხვადასხვა სერვისებზე წვდომას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაშინ უნდა ეზრუნათ და ეფიქრათ, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ეხლა ეს ცარიელი სიტყვებია, მით უმეტეს მათი მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააუარესეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური ყოფა. ხალხი, რომლებაც ბაღები ფასიანი გახადა. ხალხი, რომლებაც სკოლების გრევა დაიწყო. ხალხი, რომლებსაც დღეს გქონდა ბატონ არჩილ თვალაკვალძესაც ამაზე საუბარი, ბავშვებიო ახსენეს იქ. ბავშვები მათთვის საერთოდ ეს ტერმინი არც კი არსებობდა. მათ თუ ნახავდით ციხეებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს რას უშვებოდნენ და რა ყოფაში ყავდათ. სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, არაფერი მათთვის რელევანტური მაშინ არ იყო. სოციალური დახმარება 5 ლარიანი რომ ქონდათ ბავშვებისთვის და დღეს 200 ლარი რომ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, ქართულ ოცნებას ან გაკეთებული აქვს, ან ამის პროცესში არის. ასე რომ კი ბატონო, ისაუბრონ და აქ პირიქით კარგია რომ როგორც იქნა დაფიქრდნენ ხალხზე და არა იმ რაღაც ზე თემებზე, რომელიც არავის არანაირად არ აინტერესებს ამ ქვეყანაში. საუბრის ბოლოს უნდა გკითხოთ პრემიერ კობახიძის პირველ ვიზიტზე ბრიუსელში. ზოგადად ოპოზიციის კრიტიკას თან გასდევს და არაერთხელ ამ ეთერშიც გვიხსენებია, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, ასე შემდეგ. საკმაოდ თბილი დახვედრა იყო ბრიუსელში, როდესაც ჩავიდა პრემიერი კობახიძე, შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლებს, უმაღლესი დონის შეხვედრები იყო, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს. როგორ აფასებთ ამ პროცესს? თქვენმა ოპონენტებმა მაგალითად თქვენს ასეთი ფრაზა რომ ასე ყველას ხვდებიან, ეს არის პროტოკოლური დახვედრა და პროტოკოლური კომპლიმენტები, რაც მოვისმინეთო. უპირველეს ყოვლისა 2 დღეში იყო ძალიან დატვირთული ვიზიტი, ფაქტობრივად ყველა
უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, უმაღლეს საგარეო წარმომადგენელთან, ნატოს გენერალურ მდივანთან, ორ საბჭოს დაესწრო, როგორც ასოცირების საბჭოს ევროპარლამენტში, ისე ნატო საქართველოს კომისიას, ნატოს მთავარ ოფისში, ასე რომ მთელი, ასე ვთქვათ, არსენალი შეხვედრებისა, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი ორ დღეში მოხერხდა და გამოჩნდა როგორც ჩვენი პარტნიორების რეაქციებიდან, ბრიფინგების დროს თუ კომენტარების დროს, თუ რამდენად თბილი და განსაკუთრებული იყო ეს შეხვედრა და რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი იყო ეს ვიზიტი, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, აჩვენებს უკვე, რა თქმა უნდა, სხვა წონადობას ჩვენი ქვეყნისა. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით ჩვენ გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად. ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა შინაარსობრივად, მათ შორის ჰქონდა მეც პრემიერთან საუბარი, ვიცი რომ ძალიან თბილი, მეგობრული და რაც მთავარია, მხარდამჭერი შეხვედრები იყო. იცით რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სპეციალურად მივიდა ასოცირების საბჭოსა და დაესწრო და ესეც ნიშანი იყო მხარდაჭერისა. უნგრეთი 1 ივლისიდან წლის ბოლომდე გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს შეფასდება, ჩვენი შემდეგი წინსვლა საკითხი გადაწყდება და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი სიგნალი ჩვენი ხალხისთვის, რომ გვექნება მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. მადლობა ინტერვიუსთვის. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა. განვაგრძობთ